ძალიან სასაცილოა. მემოტია. კარგი. დაიმახსოვრე რომ შენ დაიწყე. ნუ მე მუქრები იდიოტა. ახლა წავიდეთ ბარში ლოდი დავლიოთ და ლეგენდა ადგილობრივებს დაუტოვოთ. სულის ხარ? საშინელება. ამბობენ რომ შენი ნიშანი მოუპაროთ. ეს კი შენი სურათია. ცოტა წონა დავკარგე და მაიკლ ჯექსონის დაავადება მჭირს. კარგი, მანქანიდან გადადე. ეკლესიის დახმარება ახლა ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს ყველანი ღმერთის შვილები ვართ, არა? რა? ცოტა რბილი მანერები, მამაო. რა ჯანდაბაა ეს სიმბოლო? წყვიდან გადავყავარ. ლეგენდა ამბობს, რომ მორდიკაი მხოლოდ ნაშებზე ნადირობს. სწორედ ამიტომ დაგეტაგა შენ, მაგრამ მე რატომ? სასაცილოა. ეი, დაბრუნდი. უბრალოდ გავისეირნე. ფიქრობ თეორია მაქვს ამ ყველაფრის შესახებ. ვიცი. ჩაცმული რატომ არ ხარ? მადლობთ. ძმაო, რამე პრობლემა გაქვს? არა, კარგად ვარ. მართლა? იმას ამბობ, რომ მორდიკაი მხოლოდ იმიტომ რეალური, რომ მისი არსებობის ხალხს ჯერა? არ ვიცი, შეიძლება. ხალხს სანტა-კლაუსის ჯერა მაშინ, რატომ ვერ ხვდები მას ყოველ ახალ წელს? იმიტომ რომ ცუდი ტიპი ხარ. შესანიშნავია. კარგი, თუ ის ნამდვილად წარმოსახვაა, როგორ შეგვიძლია მოვკლათ ეს იდეა? იდეა მაქვს. წავედით. გონის საპონზე თუ რაღაცაზე ალერგია მაქვს. ეს შენ გააკეთე? ნამდვილი სანზიზღარი მასტურბატორი ხარ. დიახ. თუ თოქს კიდევ ჩემწევ მოკლა. კარგი რა. მეტი სიცილი გჭირდება ცხოვრებაში. ძალიან დაძაბული ხარ. საუბრობოდ შებინდებამდე რკინის წყვილები იმუშავებს. შვენიერია. ეს შენ გააკეთე? რა თქმა უნდა. ამდელი დაგვირეკა ძალიან გავლენიანმა ჰოლივუდებმა პროდიუსერმა. ნომერი შეეშალა? არა, გენიოსა. ჩვენ საიტზე ყველაფერი წაიკითხა და ფილმის გადაღება უნდა. მოვიდეთ, ჩვენ ლოს-ანჯელესში მივდივართ. იღბალს გესურვებთ. თუ იღბალი, ის ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ეს ნიჭია. შეძენილია თანდაყოლილი ნიჭი. აბა, კარგად. რაღაც უნდა ვაღიარო. რა? მე დავურეკე მათ და უთხარი რომ პროდიუსერი ვიყავე. მე კი მანქანაში მკვდარი თევზი ჩავდე. შევისვენოთ?